ჩვენ ევგენი ზამიატინი რუსულიდან თარგმნა ტატა ნიკოლაძემ კითხულობს ნიკო წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება მადლობა რომ გვისმენთ ნაწილი პირველი ჩანაწერი პირველი კონსპექტი განცხადება ხაზთაშორის უბრძნესი პოემა სიტყვა სიტყვით პირდაპირ ვიწერ იმას რაც დღევანდელ სახელმწიფო გაზეთში დაიბეჭდა. 120 დღის მერე სრულდება ინტეგრალის მშენებლობა. ახლოვდება დიადი, ისტორიული წუთი, როდესაც პირველი ინტეგრალი აიჭრება სამყაროულ სივრცეში. 1000 წლის წინათ თქვენმა გმირმა, წინაპრებმა დაიმორჩილეს ერთიანი სახელმწიფოს ხელისუფლება. მთელი დედამიწა. თქვენ კიდევ უფრო დიდი საგმირო საქმე გელოდებათ. მინის ელექტრული ცეცხლის მრქვევი ინტეგრალით სამყაროს უსასრულო განტოლების დაინტეგრება. გონების გადამრჩენელ გარდაუვალ ძალას თქვენ უნდა დაუქვემდებაროთ სხვა პლანეტებზე. შესაძლოა ჯერ კიდევ ველური თავისუფლების პირობებში მცხოვრების შეუცნობელი არსებები. თუ ისინი ვერ მიხვდებიან, რომ მათთვის მათემატიკური სიზუსტის მქონე ბედნიერება მიგვაქვს. ჩვენი ვალია ვაიძულოთ ისინი ბედნიერად იგრძნონ თავი, მაგრამ სანამ იარაღს გამოვიყენებდეთ, სიტყვის ძალა უნდა მოვსინჯოთ. კეთილის მყოფელი სახელი ცხადდება ერთიანი სახელმწიფოს ყველა ნომრის საყურადღებოდ. ყველა, ვისაც შესწევს ძალა, ვალდებულია ერთიანი სახელმწიფოს სილამაზესა და სიდიადეს ტრაქტატები, პოემები, მანიფესტები, ოდები ან სხვა თხზულებები უძღვნას. ეს იქნება პირველი ტვირთი, რომელსაც იტვირთავს ინტეგრალი. დიდება ერთიან სახელმწიფოს, დიდება ნომრებს, დიდება კეთილის მყოფელს. წერ დავგრძნობ, ღაწვები მეწვის. დიახ, ვაინტეგროთ გრანდიოზული სამყაროული განტოლება. დიახ, გავმართოთ ველური მრუდი. გავასწოროთ იგი მხების ასიმპტოტის წრფის გასწვრივ, ვინაიდან ერთიანი სახელმწიფოს ხაზი წრფეა. დიადი, ღვთაებრივი ზუსტი, ბრძნული წრფე, ხაზთაშორის უბრძნესი. მე D5C3 ინტეგრალის მშენებელი, ერთიანი სახელმწიფოს მხოლოდ ერთ-ერთი მათემატიკოსი ვარ. ჩემს ციფრებს ჩვეულ კალამს არ ძალუც მუსიკისა და რითმების ასონანსების შექმნა. მე შევეცდები მხოლოდ ჩავწერო ის, რასაც ვხედავ, რასაც ვფიქრობ, უფრო სწორად, რასაც ვფიქრობთ ჩვენ. სწორედ ასე, ჩვენ და ეს ჩვენ იყოს ჩემი ჩანაწერების სათაური. თუმცა, ეს ხომ ჩვენი ცხოვრებიდან იქნება ნაწარმოები, ჩვენი ერთიანი სახელმწიფოს მათემატიკურად სრულყოფილი ცხოვრებიდან. და თუ ასეა, ეს ხომ პოემა გამოვა, თავისთავად ჩემი სურვილისგან დამოუკიდებლად. გამოვა, ჯერა და ვიცი. წერ დავგრძნობ, ღაწვები მეწვის. ვფიქრობ ეს ძალიან ჰგავს იმას, ქალი რომ განიცდის, როდესაც პირველად იგრძნობს თავის ორგანიზმში ახალი, ჯერ კიდევ პაწაწინა ბრმა არსების გულისცემას. ეს მე ვარ და იმავდროულად არ ვარ მე. ხანგრძლივი თვეები იქნება საჭირო მის გამოსაკვებად. საკუთარი სასიცოცხლო წვენით, სისხლით, ხოლო შემდეგ ტკივილით უნდა მოიგლიჯო და დადო ერთიანი სახელმწიფოს ფერხთით. მაგრამ მე მზად ვარ, ისევე როგორც ყოველი ან თითქმის ყოველი ჩვენგანი. მე მზად ვარ. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. ჩანაწერი მეორე, კონსპექტი, ბალეტი, კვადრატული ჰარმონია, X, გაზაფხული, მწვანე კედლის იქიდან, ველური უხილავი ვაკეებიდან, ქარს რაღაც ყვავილების ყვითელი თაფლისფერი მტვერი მოაქვს. ეს ტკბილი მტვერი ტუჩებს აშრობს, გაუთავებლად ეხები მათ ენით.
ალბათ ყველა შემხვედრ ქალს ტკბილი ტუჩები აქვს. ეს კი გარკვეულწილად ხელს უშლის ლოგიკურ აზროვნებას. მაგრამ სამაგიერო ცა, ლურჯი, შეუმკრთალი ერთი ღრუბლითაც კი მიყვარს. დარწმუნებული ვარ, არ შემეშლება თუ ვიტყვი. ჩვენ მხოლოდ ასეთი სტერილური სრულყოფილი ცა გვიყვარს. ასე დღეებში მთელი სამყარო ისეთივე შეუდრეკელი, მარადი მინისგან არის ჩამოსხმული, როგორც მწვანე კედელი, როგორც ყველა ჩვენი ნაგებობა. ასე დღეებში საგნების ყველაზე ლურჯ სიღრმეს ჭრეთ, რაღაც ყველაზე ჩვეულებრივსა და ყოველდღიურში. აქამდე უცნობ, გამაოგნებელ განტოლებებს აღმოაჩენ. აი, თუნდაც დღეს დილით ელინგზე ვიყავი. იქ სადაც ინტეგრალი შენდება და უცებ დაზგები დავინახე. თვალებ მინავლულნი. თავ დავიწყები ტრიალებდნენ, რეგულატორების ბურთები მუშაობდნენ, მარჯვნიდან მარცხნივ იხრებოდნენ და ბრწყინავდნენ. ამაყად არხევდა მხრებს ბალანსირი. გაუჟღერებელი მუსიკის ტაქტში ჩაიმუხლავდა დაზგის სატეხელი. უეცრად ამ გრანდიოზული სამანქანო ბალეტის მთელი სილამაზე შევიგრძენი. სილამაზე, რომელიც მსუბუქი ლურჯი მზით იყო მოფენილი. საკუთარ თავს რატომაა ლამაზი? რატომაა ცეკვა ლამაზი? პასუხი: იმიტომ რომ ცეკვის არსიც სწორედ აბსოლუტურ ესთეტიურ დაქვემდებარებაშია, იდეალურ არა თავისუფლებაში. და თუ კი მართალია, რომ ჩვენი წინაპრები თავისი ცხოვრების ყველაზე შთაგონებულ მომენტებში ეძლეოდნენ ცეკვას, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დაქვემდებარებულის როლში ყოფნის ინსტინქტი ოდითგანვე ორგანულად მოსდგამს ადამიანს, ხოლო ჩვენ ამჟამინდელ ჩვენ ცხოვრებაში მხოლოდ ცნობიერად. დასრულება მერე მომიწევს. ნუმერატორმა მანიშნა. ვიყურები ზევით 0.90. რა თქმა უნდა, ნახევარწუთში აქ იქნება. ჩემთან სასეირნოდ. საყვარელი 0 ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ის თავის სახელს გავს, სადღაც 10 სანტიმეტრით ქვევით დედობრივ ნორმაზე და ამიტომაა ასე მრგვალად თლილი. და ვარდისფერი 0 პირი ღია აქვს. ყოველი ჩემი სიტყვის მისაგებებლად და კიდევ მრგვალი ფუმფულა ნაკეცი მაჯაზე. ასეთები ბავშვებს აქვთ ხოლმე. როდესაც შემოვიდა, ჩემში ჯერ კიდევ მთელი ძალით ღმუოდა ქნევარა და ინერციით ლაპარაკი ახლახანს ჩემ მიერ დადგენილ ფორმულაზე დავიწყე, რომელიც ყველა ჩვენგანისგან, მანქანებისგან და ცეკვისგან შედგებოდა. არაჩვეულებრივია, არა? კითხე. დიახ, არაჩვეულებრივია. გაზაფხული, ვარდისფრად გამიღიმა 0.90-მა. აი, ხომ ხედავთ? გაზაფხული. ის გაზაფხულზე ლაპარაკობს. ქალები. გავჩვმდი. ქვევით. პროსპექტი სავსეა. ასეთ ამინში, სადილობის მერე, პირად საათს, როგორც წესი, დამატებით სეირნობაში ვატარებთ. მუსიკალური ქარხანა, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი საყვირით ერთიანი სახელმწიფოს მარშს მღეროდა. მოზომილ რიგებად 4-4-ნი, ტაქტს აღფრთოვანები დაყოლილნი მოდიოდნენ ნომრები. ასობით 1000 ნომერი, მოცისფრო იუნიფებში. მკერდზე ოქროს ბალთებით, სახელმწიფო ნომერი ყველასი, განურჩევლად სქესისა. და მე, ჩვენ, 4-ნი, ამ მძლავრი დინების ერთ-ერთი ურიცხვი ტალღათაგანი ვართ. ჩემგან მარცხნივ 0.90-ია. ამას რომ ჩემი ერთ-ერთი თმიანი წინაპარი წერდეს დაახლოებით 1000 წლის წინ, აუცილებლად იხმარდა ამ სასაცილო სიტყვას ჩემი. მარჯვნივ 2 უცნობი ნომერი, ქალისა და მამაკაცის. ნეტარად ლურჯი ცა. პაწაწინა საბავშვო მზეები ყოველ ბალთაში,
ასრთა სიგიჟით დაუჩრდილავი სახეები. სხივები, გესმით, რაღაც საერთო, გასხივოსნებული, მოღიმარი მატერიისგან, ხოლო სპილენძის ტაქტები ტრა-ტა-ტა-ტამ, ტრა-ტა-ტა-ტამ, ეს მზეზე მოელვარე სპილენძის საფეხურები და ყოველი საფეხურით სულ უფრო მაღლა ადიხართ თავბრუ დამხვევ ლაჟვარდში და როგორც დილით ელინგზე ისევ დავინახე თითქოს პირველად ცხოვრებაში ყველაფერი დავინახე უსაშველო სწორი ქუჩები ქვაფენილთა მზის სხივებით მოელვარე მინები გამჭვირვალე საცხოვრებლების ღვთაებრივი პარალეპიპედები ნაცრისფერ ცისფერ მწკრივთა კვადრატული ჰარმონია ასე რომ თითქოს მთელმა თაობებმა კი არა მე სწორედ მე დავამარცხე ძველი ღმერთი და ძველი ცხოვრება სწორედ მე შევქმენი ეს ყველაფერი და როგორც დედაბუძი შიშობი დაყვის გამოძრავებას რათა არ ჩამოიქცეს და ნანგრევებად არ იქცეს კედლები თაღები მანქანები შემდეგ წამი ნახტომი საუკუნეებით უკან და პლიუსამდე გამახსენდა უცებ გამახსენდა სურათი მუზეუმში მათი მაშინდელი ოციანი საუკუნეების გამზირი დამაყრუებლად მჭახე ჯგროდ ქცეული ადამიანები ბორბლები ცხოველები აფიშები ხეები ფერები ჩიტები აკი ამბობენ ეს მართლაც იყო მართლაც შეიძლება ყოფილიყო ეს ისე დაუჯერებლად სულელურად მომეჩვენა ვერ გაუძელი და უცებ ავხარხარდი და მაშინვე ექო სიცილი მარჯვნივ მოვტრიალდი თეთრი უჩვეულო თეთრი და ბასრი კბილები შემეფეთა უცნობი ქალის სახე მაპატიეთ თქვა მან მაგრამ თქვენ ისეთი შთაგონებით ათვალიერებდით გარემოს როგორც რაღაც მითიური ღმერთი სამყაროს შექმნის მეშვიდე დღეს მეჩვენება თითქოს დარწმუნებული ხართ რომ მეც თქვენი ქმნილება ვარ და არა ვინმე სხვისი ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი ღიმილის გარეშე მე ვიტყოდი გარკვეული მოწიწებითაც კი შეიძლება იცის რომ ინტეგრალის მშენებელი ვარ მაგრამ არ ვიცი თვალებში ან იქნებ წარბებში რაღაც უცნაური გამაღიზიანებელი იქსი რომელსაც ვერაფრით ვიჭერ და ვერაფრით გამოვხატავ ციფრებში რატომღაც შევწვი და მსუბუქად დაბნეულმა დავიწყე ჩემი სიცილის ლოგიკური მოტივირება სრულებით ნათელია რომ ეს კონტრასტი ეს გაუვალი უფსკრული დღევანდელსა და მაშინდელს შორის მაგრამ რატომ გაუვალი უფსკრულზე ხიდის გადებაა შესაძლებელი თქვენ წარმოიდგინეთ დოლი ბატალიონები წკრივები ესეც ხომ იყო და შესაბამისად დიახ გასაგებია დაიყვირა გამაოგნებელი იყო ასრთა თანხოდრა ის თითქმის ჩემივე სიტყვებით სეირნობის წინ რომ ვიწერდი გესმით ფიქრებიც კი ეს იმიტომ რომ არავინაა მარტო არამედ ერთ-ერთია ჩვენ ისეთი ერთნაირები ვართ ქალი დარწმუნებული ხართ საფეთქლებისკენ მართი კუთხით აკაჩული წარბები დავინახე როგორც იქსის კუთხოვანი რქები რატომღაც ისევ დავიბენი გავიხედე მარჯვნივ მარცხნივ და ჩემგან მარჯვნივ ის თხელი მკვეთრი ჯიუტად მოქნილი როგორც სკეპლა 1.330 მარცხნივ 0 სულ სხვანაირი მთლიანად აქაური ბაუშური ნაკეცით ხელზე და ჩვენი 4-ულის განაპირას ჩემთვის უცნობი მამაკაცის ნომერი რაღაცნაირად ორმაგად გაღუნული 100 ესივით ყველანი განსხვავებულები ვიყავით მან მარჯვენამ 1.330-მა როგორც ჩანს ჩემი დაბნეული მზერა დაიჭირა და ამოოხრით დიახ სამწუხაროდ სინამდვილეში ეს სამწუხაროდ ძალიან დროული იყო მაგრამ ისევ ეს რაღაც მის სახესა თუ ხმაში ჩემთვის უჩვეულო სიმკვეთრით ვთქვი არაფერიც მეცნიერება იზრდება და ნათელია ახლა თუ არა 1.50 100 წლის შემდეგ ცხვირებიც კი ყველას დიახ
ცხვირები უკვე თითქმის ყვიროდი რა კი არის რა მნიშვნელობა აქვს რისი შეგშურდება რა კი ჩემი ცხვირი ხელისებურია ხოლო სხვას ცხვირი შეიძლება ითქვას კლასიკურიც კი გაქვთ როგორც ძველად ამბობდნენ მაგრამ აი ხელები არა მაჩვენეთ ხელები ახლა არ შემიძლია როდესაც ჩემს ხელებს უყურებენ სულ მთლად თმიანი პანჯგვლიანი რაღაც სულელური ატავიზმია ხელი გავიშვირე და შეძლების დაგვერად უცხო ხმით ვთქვი მაიმუნისაა მან ხელებს შეხედა შემდეგ სახეს დიახ ეს ძალიან საინტერესო აკორდია თვალებით მწონიდა როგორც სასწორზე წარბების კუთხეებში ისევ რქებმა გაიელვა ჩემზეა ჩაწერილი სიხარულით ვარდისფრად გააღო პირი 0.90-მა ჯობდა გაჩუმებულიყო არაფერ შუაში იყო საერთოდაც ეს საყვარელი როგორ თქვა არასწორად აქვს ენის სიჩქარე გათვლილი ენის სიჩქარე წამში ყოველთვის ცოტა ნაკლები უნდა იყოს აზრისაზე და არავითარ შემთხვევაში პირიქით გამზირის ბოლოს აკუმულატორის კოშკზე ზარი ხმაურით რეკდა 17-ჯერ პირადი საათი დასრულდა 1:330 ესისებურ მამაკაცის ნომერთან ერთად მიდიოდა რომელსაც ძალიან დამაჯერებელი მოწიწება და ახლა უკვე თითქოს ნაცნობი სახე ჰქონდა სადმე მინახავ შეიძლება ახლა ვერ გავიხსენებ დამშვიდობებისას ერთმა ისევ ისე იქსისებურად გამიღიმა ზეგ შემოიხედეთ 112 აუდიტორიუმში ხრები ავიჩეჩე თუ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ აუდიტორიუმზე მექნება მიმართვა გექნებათ რაღაც გაუგებარი თავდაჯერებულობით თქვა ეს ქალი ჩემზე ისევე უსიამოვნოდ მოქმედებდა როგორც განტოლებაში შემთხვევით შეღწეული დაუშლელი ირაციონალური წევრი ამიტომ საყვარელ ნულთან თუნდაც ცოტა ხნით მაგრამ მარტო დარჩენის მოხარული ვიყავი გამზირების 4 ხაზი გავიარეთ ხელკავით კუთხეზე დავშორდით ის მარჯვნივ მე მარცხნივ უნდა წავსულიყავით დღეს სიამოვნებით მოვიდოდი თქვენთან ფარდების ჩამოსაშვებად სწორედ დღეს ახლა მორცხვა დამომხედა ნულმა თავისი მრგვალი ლურჯი ბროლისებრი თვალებით სასაცილო რა უნდა მეთქვა გუშინ იყო ჩემთან და მშვენივრად იცის რომ ჩვენი უახლოესი სექსუალური დღე ზეგ არის უბრალოდ ეს ისევ და ისევ მისი აზრის წინსწრებაა როგორც ეს ხანდახან ძრავაში ნაპერწკლის მიწოდების წინსწრებაა ხოლმე განშორებისას 2-ჯერ არა უფრო ზუსტად 3-ჯერ ვაკოცე მის მშვენიერ ლურჯ ერთი ღრუბლითაც კი დაუჩრდილავ თვალებს წიგნი არის დასპიქს ნიკო არხის საკუთრება მადლობა რომ გვისმენთ ჩანაწერი მესამე კონსპექტი პიჯაკი კედელი სჯულის ფიცარი გადავხედე გუშინდელ ნაწერებს და ვხედავ არასაკმარისად მკაფიოდ ვწერდი ანუ ეს ყველაფერი სავსებით გასაგებია ყოველი ჩვენგანისთვის მაგრამ შესაძლოა თქვენ უცნობებს ვისთანაც ინტეგრალი ჩემს ჩანაწერებს მიიტანს ცივილიზაციის დიადი წიგნი მხოლოდ იმ გვერდამდე გაქვთ წაკითხული რომლამდეც ჩვენს წინაპრებს 1,900 წლის წინ შესაძლოა თქვენ ისეთი ანბანიც კი არიცით როგორიცაა საათობრივი სჯულის ფიცარი პირადი საათები დედობრივი ნორმა მწვანე კედელი კეთილის მყოფელი სასაცილო და ამავე დროს ძალიან რთულია ამ ყველაფერზე ლაპარაკი ეს იგივეა რომ რომელიმე ვთქვათ ასე მე-20 საუკუნის მწერალს უწევდეს იმის ახსნა რა არის პიჯაკი ბინა ცოლი თუმცა თუ მისი რომანი ველურებისთვისაა ნათარგმნი განა წარმოსადგენია პიჯაკის შესახებ შენიშვნების გარეშე გამოძრომა დარწმუნებული ვარ ველური უყურებდა პიჯაკს და ფიქრობდა აბა რისთვის არის ახლა ეს ფიქრობ ზუსტად ასე შემომხედავთ თქვენს
როცა გეტყვით, რომ არც ერთი ჩვენგანი 200 წლიანი ომის შემდეგ არ ყოფილა მწვანე კედლის იქით, მაგრამ ძვირფასებო, ხომ უნდა იფიქროთ ცოტა, ეს ძალიან სასარგებლოა. ხომ ცხადია, კაცობრიობის მთელი ისტორია, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, მომთაბარე ფორმებიდან სულ უფრო მკვიდრ ფორმებზე გადასვლის ისტორიაა. განა არ გამომდინარეობს აქედან, რომ ყველაზე უფრო მკვიდრი ფორმა ცხოვრებისა არის ყველაზე უფრო დახვეწილი ფორმა. თუ ადამიანები ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში დაეხეტებოდნენ, ეს მხოლოდ ისტორიამდელ დროში ხდებოდა, როდესაც არსებობდა ნაციები, ომები, ვაჭრობა, სხვადასხვა ამერიკების აღმოჩენა. მაგრამ რისთვის? ვის სჭირდება ახლა ეს? წარმომიდგენია, ამ სიმკვიდრის ჩვევად ჩამოყალიბებას ბევრი დრო და შრომა დასჭირდა. როდესაც 200 წლიანი ომის დროს ყველა გზა დაინგრა და ბალახი დაიფარა, პირველ ხანებში ძნელი წარმოსადგენი იყო ერთმანეთისგან მწვანე ტევრებით გამიჯნულ ქალაქებში ცხოვრება. მაგრამ რა მერე? სადაც გაუჭირდა კუდის გარეშე ბუზების მოგერიება. თავიდან უეჭველად განიცდიდა უკუდობას. მაგრამ ახლა თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ კუდი გაქვთ. ან შეგიძლიათ თუ არა, თქვენი თავი ქუჩაში შიშველი წარმოიდგინოთ, უპიჯაკოთ. აი ასეა აქაც. არ შემიძლია წარმოვიდგინო ქალაქი მწვანე კედლის გარეშე. არ შემიძლია წარმოვიდგინო ცხოვრება სჯულის ფიცრის ციფრული შესამოსელის გარეშე. სჯულის ფიცარი. აი ახლა, ჩემი ოთახის კედლიდან მისი მეწამული ციფრები ოქროს ველზე მკაცრად და ნაზად მიყურებენ თვალებში. უნებურად გახსენდება ის, რასაც ძველები ხატს უწოდებდნენ და სურვილი მიჩნდება ლექსების ან ლოცვების შეთხსვის. ეხ, რატომ არ ვარ პოეტი, რომ ღირსეულად განგადიდო, სჯულის ფიცარო, ერთიანი სახელმწიფოს გულო და გულისცემავ. ჩვენ ყველას ჯერ კიდევ ბავშვობაში, სკოლაში გვაქვს წაკითხული, ჩვენამდე მოსული ძველი ლიტერატურის უდიადესი ნიმუში, სარკინიგზო გზების განრიგი. მაგრამ ისიც კი რომ დააყენოთ სჯულის ფიცრის გვერდით, დაინახავთ გრაფიტსა და ალმასს. ორივეში ერთი და იგივეა, ცე ნახშირწყალი, მაგრამ როგორი სამარადისო გამჭვირვალე და ბრწყინვალეა ალმასი. ვისარ ეკრის სუნთქვა, როდესაც გუგუნით მიჰრის განრიგის ფურცლებზე. მაგრამ საათობრივი სჯულის ფიცარი ყოველ ჩვენგანს თვალსა და ხელს შუა დიადი პოემის 6 ბორბალა ფოლადის გმირად გვაქცევს. ყოველ დილით 6 ბორბალა სიზუსტით ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე წამს მილიონობით ჩვენ დგებით, როგორც ერთი. ერთსა და იმავე დროს მილიონ ერთად ვიწყებთ მუშაობას და მილიონ ერთად ვამთავრებთ და 1 მილიონ ხელიან ორგანიზმად შერწყმისას. ერთსა და იმავე სჯულის ფიცრის მიერ დაწესებულ წამს მიგვაქვს კოლსი პირთან. გავდივართ სასეირნოდ და მივდივართ აუდიტორიუმში, ტეილორის სავარჯიშო დარბაზში. ვიცინებთ. გულწრფელად გეტყვით, ბედნიერების ამოცანის აბსოლუტურად ზუსტი ამოხსნა. ჯერ კიდევ ჩვენს არ გვაქვს. დღეში ორჯერ, 16-დან 17-მდე და 21-დან 22-მდე ერთიანი ძლიერი ორგანიზმი ცალკეულ უჯრედებად იშლება. ეს სჯულის ფიცრის მიერ დაწესებული პირადი საათებია. ამ საათებში ნახავთ, ერთგან ფარდები უმანკოდაა ჩამოშვებული, მეორეგან მარშის სპილენძის საფეხურებზე მწყობრად დააბიჯებენ გამზერზე, მესამეგან ჩემსავით საწერ მაგიდას უსხედან. მაგრამ მე ნამდვილად მწამს და ფანტაზიური და იდეალისტი მიწოდონ. მწამს, მაგრამ ადრე თუ გვიან. ამ საათებისთვისაც მოუნახავთ საერთო ფორმულაში ადგილს. ოდესმე ყველა 86,400 წამში შევა საათობრივი სჯულის ფიცრის შემადგენლობაში. ბევრი გაუგონარი რამ წამი კითხავს და მსმენია იმ დროზე, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ თავისუფალ, ესე იგი
არაორგანიზებულ დროში, ველურ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ყველაზე წარმოუდგენლად ყოველთვის სწორედ ეს მეჩვენებოდა, როგორ დაუშვა სახელმწიფო ხელისუფლებამ, რომ ადამიანები ყოველგვარი ჯულის ფიცრის შემცველის სავალდებულო სეირნობებისას და კვების საათების ზუსტი განსაზღვრების გარეშე ცხოვრობდნენ. წვებოდნენ და დგებოდნენ, როცა მოეხალისებოდათ. ზოგიერთი ისტორიკოსი იმასაც კი ამტკიცებს, თითქოს იმ დროში მთელი ღამის განმავლობაში ქუჩის განათება იყო ჩართული. მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ და მგზავრობდნენ ქუჩებში. ამის გააზრება მიჭირს. რაც არ უნდა შეზღუდული ყოფილიყო მათი გონება, იმის შეგნება ხომ მაინც შეეძლოთ, რომ ასეთი ცხოვრება ნამდვილი საყოველთაო მკვლელობა იყო, ნელი, მეთოდური. სახელმწიფო კრძალავდა სიკვდილამდე ვინმე ერთის მიყვანას, მაგრამ არ კრძალავდა მილიონობით ადამიანის სანახევროდ მოკვდინებას. ერთის მოკლა, ანუ ადამიანების ცხოვრებათა ჯამის შემცირება 50 წლით დანაშაულია, ხოლო ადამიანების ცხოვრებათა ჯამის შემცირება 50 მილიონი წლით არ არის დანაშაული. განა ეს სასაცილო არ არის? ჩვენთან ამ მათემატიკურად მორალურ ამოცანას ნებისმიერი 10 წლის ნომერი ამოხსნიდა ნახევარ წუთში. მათ ეს არ შეეძლოთ. არც ერთ მათ კანტს ერთად აღებულს, რადგან ვერც ერთი კანტი ვერ მიხვდა აეგო სამეცნიერო ეთიკის სისტემა, ესე იგი გამოკლებაზე, შეკრებაზე, გაყოფასა და გამრავლებაზე დაფუძნებული სისტემა. და განა ეს აბსურდი არ არის, რომ სახელმწიფო შეეძლო ყოველგვარი კონტროლის მიღმა დაეტოვებინა სექსუალური ცხოვრება. ვის როდის და რამდენიც უნდა, სრულებით არამეცნიერულად, ცხოველებივით და ცხოველებივითვე ბრმად აჩენდნენ ბავშვებს. განა სასაცილო არ არის? ერკვეოდე მებაღეობაში, მეკათმეობაში, მეთევზეობაში და ვერ მიხვიდე ამ ლოგიკური კიბის ბოლო საფეხურამდე, მებავშვეობა. ვერ მოიფიქრო ჩვენნაირი დედობრივი და მამობრივი ნორმები. ისეთი სასაცილო და დაუჯერებელია, რომ დავწერე და ვფიქრობ. შესაძლოა თქვენ, უცნობო მკითხველებო, ბოროტ ხუმარად ჩამთვალოთ. წარმოიდგინოთ, რომ უბრალოდ თქვენი დაცინვა გადავწყვიტე და სერიოზული სახით სრულ სისულელეებს ვროშავ. მაგრამ პირველი ხუმრობა არ შემიძლია. ყოველგვარ ხუმრობაში შეფარული ტყუილია და მეორე, ერთიანი სახელმწიფოს მეცნიერება ამტკიცებს, რომ მაშინ ხალხი სწორედ ასე ცხოვრობდა, ხოლო ერთიანი სახელმწიფო შეუძლებელია ცდებოდეს. ანდა საიდან უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივი ლოგიკა, როდესაც ადამიანები ცხოვრობდნენ თავისუფლად, როგორც ცხოველების, მაიმუნების ჯგრო. რა უნდა მოთხოვო მათ, მაშინ როდესაც ჩვენს დროშიც კი სადღაც ფსკერიდან, ღრმა ჯურღმულიდან, ჯერ კიდევ დროდადრო ისმის ველური ცხოველური ექო. საბედნიეროდ მხოლოდ დროდადრო. საბედნიეროდ ეს დეტალების მხოლოდ წვრილმანი ავარიებია, მათი შეკეთება ადვილია. მთელი მანქანის დიადი მარადის სვლის შეუჩერებლად და იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ გაღუნული ჭანჭიკი. ჩვენ გვაქვს კეთილის მყოფელის გაწაფული, ძლავრი ხელი. ჩვენ გვაქვს მფარველთა მახვილი თვალი. ხო, მართლა, ახლა გამახსენდა. ის გუშინდელი ორმაგად მოკეცილი ესისებრი. მე ის მფარველთა ბიუროდან გამომავალი მინახავს. ახლა მესმის, რატომ ვგრძნობდი მისდამი რაღაც ინსტინქტურ მოწიწებასა და უხერხულობას. როდესაც ეს უცნაური ერთი მისი თანდასრებით, საერთოდ უნდა ვაღიარო, რომ ეს ერთები ძილის მაუწყებლად რეკავენ 22-30-ზე ხვალამდე. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ჩანაწერი მეოთხე, კონსპექტი, ველური ბარომეტრით ხელში, ეპილეფსია, ნეტავ. აქამდე ჩემთვის ცხოვრებაში ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ დღეს არ მესმის. პირველი, მე მართლაც მივიღე მიმართვა, სწორედ 112 აუდიტორიუმში. სწორედ ისე, როგორც მან მითხრა,
თუმცა ამის შანსი იყო 1500 შეფარდებული 10 მილიონზე, უდრის 3 შეფარდებული 20,000-ზე. 1500 ეს აუდიტორიუმების რაოდენობაა, 10 მილიონი ნომრების, ხოლო მეორე თუმცა თანმიმდევრობით სჯობს. აუდიტორიუმი უზარმაზარი, მთლიანად მზით დაფარული ნახევარსფერო მინის მასივებისგან, კეთილშობილურად მრგვალი, გლუვად გაკრეჭილი თავების ცირკულარული რიგები. მსუბუქი გულის ფრიალით მიმოვიხედე. მე ვფიქრობ, ვეძებდი, ხომ არ გაკრთება სადმე. იუნიფების ცისფერი ტალღების თავზე, ვარდისფერი ნამგალი, ნულს საყვარელი ტუჩები. აი, ვიღაცის არაჩვეულებრივად თეთრი და ბასრი კბილები. თითქოს არა, ეს ის არ არის. დღეს საღამოს 21-ზე ნული ჩემთან მოვა. მისი აქ ნახვის სურვილი სრულებით ბუნებრივი იყო. აი ზარია, ავდექით, ვიმღერეთ ერთიანი სახელმწიფოს ჰიმნი და ესტრადაზე ოქროსფერი ხმის, გამაძლიერებლითა და გონება მახვილობით აღჭურვილი ფონოლექტორია. პატივცემულო ნომრებო, ცოტა ხნის წინ არქეოლოგებმა მე-20 საუკუნის ერთ წიგნს მიაკლიეს. მასში ირონიული ავტორი ველურსა და ბარომეტრზე ჰყვება. ველურმა შენიშნა, ყოველთვის, როდესაც ბარომეტრი წვიმაზე ჩერდება, მართლაც წვიმს და რადგან ველურს წვიმა მოესურვა, მან გამოჩიჩქნა სწორედ იმდენი ვერცხლის წყალი, რომ წვიმის დონე დამდგარიყო. თქვენ იცინით, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ, რომ სიცილს მაშინდელი ევროპელი ბევრად უფრო იმსახურებს. ველურივით ევროპელსაც უნდოდა წვიმა. წვიმა დიდი ასოთი, ალგებრული წვიმა, მაგრამ ის ბარომეტრის წინ სველი დედალივით იდგა. ველურს ყოველ შემთხვევაში მეტი გამბედაობა, ენერგია და თუნდაც ველური, მაგრამ ლოგიკა ჰქონდა. მან შეძლო დაედგინა, რომ არსებობს კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის. ვერცხლის წყლის გამოჩიჩქნით მან შეძლო პირველი ნაბიჯის გადადგმა იმ დიად გზაზე, რომელზეც აქ ვიმეორებ, ყველაფერს დაუფარავად წერ. აქ რაღაც დროით წყალგაუმტარივით გავხდი იმ მაცოცხლებელი ნაკადების მიმართ, რომლებიც ხმის გამაძლიერებლებში იღვრებოდა. უცებ მომეჩვენა, ყველაფერი ცარიელია, მხოლოდ ნაჭუჭია. ძლივს მოვიკრიბე ყურადღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფონოლექტორი ძირითად თემაზე გადავიდა. ჩვენს მუსიკაზე, მათემატიკურ კომპოზიციაზე, ცოტა ხნის წინ გამოგონილი მუსიკომეტრის აღწერაზე. აი, ამ სახელურის უბრალო დატრიალებით ნებისმიერი თქვენთაგანი გამოსცემს საათში 3 სონატამდე. არადა როგორი სირთულით აღწევდნენ ამას თქვენი წინაპრები. მათ შექმნა მხოლოდ საკუთარი თავის შთაგონების შეტევამდე მიყვანის გზით შეეძლოთ ეპილეფსიის უცნობი ფორმა. და აჰა თქვენ, ძალიან სასაცილო ილუსტრაცია იმისა, თუ რა გამოსდიოდათ სკრიაბინის მუსიკა მე-20 საუკუნე. ეს შავი ყუთი, ამ ყუთს ისინი საროიალოს თუ სამეფოს უწოდებდნენ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მთელი მათი მუსიკა შემდეგ ისევ არ მახსოვს. შესაძლოა იმიტომ, რომ კარგი პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ, რომ როიალის ყუთთან ის მივიდა 1:320. როგორც ჩანს, უბრალოდ ელდანაკარივით ვიყავი მისი ასეთი უცაბედი გამოჩენით ესტრადაზე. მას ძველი ეპოქის ფანტასტიკური კოსტიუმი ემოსა, მჭიდროდ მომდგარი შავი კაბა, მოხსნილი მხრებისა და მკერდის მკვეთრად ხაზგასმული სითეთრე. ეს თბილი, სუნთქვისგან თრთოლარე ჩრდილი, თვალის მომჭრელი თითქმის ბოროტი კბილები. ღიმილი კბენა აქეთ ქვევიტკენ.
დაჯდა, დაკვრა დაიწყო. ველური, დაძაბული, ჭახე, როგორც მათი მაშინდელი ცხოვრება, გონივრული მექანიკურობის ნატამალის გარეშე. და რა თქმა უნდა, ისინი, ჩემ გარშემო, მართლები არიან. ყველა იცინის. მხოლოდ ცოტანი, მაგრამ რატომ მეც და მეც? დიახ, ეპილეფსია, სულიერი სენი, ტკივილი. ნელი, ტკბილი, ტკივილი კბენა, უფრო ღრმად, უფრო ტკივნეულად და აი, ნელა, მზე. ის კი არა, ცისფერ ბროლისებრი და თანაბარი. მინის აგურებს მიღმა, რომ მოსჯანს, არა, ველური, გიჟური, დამდაგველი მზე, ყველა თავის თავიდან შორს გარეთ, ყველა წვრილ ნაფლეთებად. ჩემ გვერდით მჯდომმა ჩემკენ ალმაცერად გამოიხედა და ჩაიცინა. რატომღაც ძალიან კარგად დამამახსოვრდა. დავინახე ტუჩზე როგორ გამოახტა მიკროსკოპული ნერწყვის ბუშტი და გასკდა. ამ ბუშტმა გამომაფხიზლა. მე ისევ მე ვარ. როგორც ყველა დანარჩენს, მეც სულელური სიმების მშფოთვარე ჟღარუნი მესმოდა მხოლოდ. ვიცინოდი, სიმსუბუქე და სიმარტივე ვიგრძენი. ნიჭიერმა ფონოლექტორმა უბრალოდ ზედმეტად ცოცხლად წარმოგვიდგინა ეს ველური ეპოქა. ეს იყო და ეს. რა განსხრომით ვუსმენდი მერე ჩვენს ამჟამინდელ მუსიკას. შერწყმული და გაშლილი დაუსრულებელი რიგების ბროლის ქრომატიული საფეხურები, ტეილორის, მაკლორენის ფორმულათა შემაჯამებელი აკორდები, პითაგორასეული შარლის მთელტონიანი კვადრატულ ტვირთული სვლები, მიმქრალ მერყევი, მოძრაობების სევდიანი მელოდიები, პაუზათა ფრაუნგოფერის ხაზებად ცვალებადი მკვეთრი ტაქტები, პლანეტის სპექტრალური ანალიზი, პაუზათა ფრაუნგოფერის ხაზებად ცვალებადი მკვეთრი ტაქტები, პლანეტის სპექტრალური ანალიზი. რა სიდიადეა, როგორი ურყევი კანონზომიერებაა, რა საცოდავია ძველების თვითნებური, ველური ფანტაზიების გარდა არაფრით შემოსაზღვრული მუსიკა. ყველა ჩოულებისამებრ, წყობრ რიგებად, ოთხ-ოთხად, ფართო კარის გავლით გამოდიოდა აუდიტორიუმიდან. ახლოს ნაცნობმა ორმაგად მოკეცილმა ფიგურამ გაიელვა. მოწიწებით დაუკრა თავი. 1 საათში საყვარელი ნული უნდა მოვიდეს. სასიამოვნო და სასარგებლო აღელვებას ვგრძნობდი. სახლში სასწრაფოდ კანტორაში მივაჩეჩე მორიგეს ჩემი ვარდისფერი ბარათი და ფარდების დაშვების უფლებაზე მოწმობა მივიღე. ეს უფლება მხოლოდ სექსუალური დღეებისთვის გვაქვს. ისე კი ჩვენ გამჭვირვალე, თითქოს ბრწყინავი ჰაერით ნაგებ კედლებს შორის ყოველთვის ყოვლას დასანახად ცხოვრობთ მუდმივი სინათლის ნაკადში. არაფერი გვაქვს დასამალი ერთმანეთისგან. ამასთან ეს მფარველების მძიმე და ამაღლებულ შრომას ამსუბუქებს, თორემ ვინ იცის რა იქნებოდა. შესაძლოა ძველების სწორედ ამ უცნაურმა, გაუმჭვირვალე საცხოვრებლებმა შვაეს მათი საცოდავი გალიის ფსიქოლოგია. ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრე, ხომ უნდოდა მოფიქრება. 21-ზე ფარდები ჩამოუშვი და მაშინვე ოთახში ოდნავ გულამოვარდნილი ნული შემოვიდა. მომიშვირა თავისი ვარდისფერი პატარა პირი და ვარდისფერი ბარათი. ტალონი მოახიე და ბოლო მომენტამდე 22-15-მდე ვერ მოვწვდი ვარდისფერ პირს. მერე ვაჩვენე ჩემი ჩანაწერები და ვლაპარაკობდი. მგონი ძალიან კარგად კვადრატის კუბის წრფის სილამაზეზე. ის ისე მომნუსხოლ ვარდისფრად მისმენდა და უცებ ლურჯი თვალებიდან ცრემლის წვეთი მეორე, მესამე პირდაპირ გადაშლელ გვერდზე, გვერდი მეშვიდე, მელანი გაითღაბნა. აჰა, მომიწევს გადაწერა. ძვირფასო დ. ოღონდ თქვენ, ოღონდ. რა ოღონდ?
რა ოღონდ ისევ ეს ძველი ამბავი, ბავშვი, ან შეიძლება რაიმე ახალი შედარებით ამასთან, თუმცა აქ თითქოს არა, ზედმეტად ბრიყული იქნებოდა. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ჩანაწერი მეხუთე, კონსპექტი, კვადრატი, სამყაროს ბრძანებელნი, სასიამოვნო სასარგებლო ფუნქცია. ისევ აცდენა, ისევ თქვენ გელაპარაკებით, ჩემო უცნობო მკითხველებო, თითქოს თქვენ, ვთქვათ ჩემი ძველი მეგობარი ხართ. რეცამეტი, პოეტი, სკელტუჩება, მას ყველა იცნობს. ამ დროს კი თქვენ მთვარეზე, ვენერაზე, მარსზე, მერკურიზე, ვინ იცის სად ხართ და ვინ ხართ. აი რას გეტყვით. წარმოიდგინეთ კვადრატე, ცოცხალი, მშვენიერი კვადრატე. მას თქვენ შესახებ, თქვენი ცხოვრების შესახებ უნდა მოუყვეთ. გესმით? ყველაზე ნაკლებად კვადრატს თავში აზრად იმაზე ლაპარაკი მოუვიდოდა, რომ 4-ვე კუთხე ტოლი აქვს. ის ამას უკვე ვეღარ ამჩნევს. ეს ისეთი ბუნებრივი და ჩვეულია მისთვის. აი, მეც გამუდმებით ამ კვადრატულ მდგომარეობაში ვარ. თუნდაც ვარდისფერი ბარათები და მათთან დაკავშირებული ყველაფერი. ჩემთვის ეს 4 კუთხის ტოლობაა, მაგრამ თქვენთვის ეს შესაძლოა უფრო სუფთაა ვიდრე ნიუტონის ბინომი. მაშასე, რომელიღაცა ბრძენმა, წინაპარმა, რა თქმა უნდა, შემთხვევით თქვა ჭკვიანური რამ. სიყვარული და შიმშილი მართავენ ქვეყანას, ერგო. სამყაროს დასაპყრობად ადამიანმა სამყაროს ბრძანებელი უნდა დაიპყროს. ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა ძვირად დაუჯდათ, საბოლოოდ დაიმორჩილეს შიმშილი. დიდ 200 წლიან ომზე ვამბობ, ომზე ქალაქსა და სოფელს შორის. ველური ქრისტიანები, სავარაუდოდ რელიგიური სურწმენების გამო, ჯიუტად ებღაუჭებოდნენ თავიანთ პურს, მაგრამ ერთიანი სახელმწიფოს დაფუძნებამდე 34 წელი გამოიგონეს ჩვენი ამჟამინდელი ნავთობის საკვები. მართალია, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 0.2 გადარჩა, მაგრამ სამაგიეროდ 1000 წლიანი ჭუჭყისგან გათავისუფლებული, როგორი ბრწყინვალე გახდა პირი მიწისა. და სამაგიეროდ ამ 0.2 მეათედმა იგემა ნეტარება ერთიანი სახელმწიფოს წიაღში. განაცხადი არ არის ნეტარება და შური, ეს ბედნიერება წოდებული აღმრიცხველი და მაუწყებელი წილადია. რა აზრი ექნებოდა 200 წლიანი ომის უთვალავ მსხვერპლს, ჩვენს ცხოვრებაში მაინც რომ დარჩენილიყო შურის საბაბი. არადა ის რჩებოდა, რადგან რჩებოდნენ ცხვირები, ღილისებური და ცხვირები კლასიკური. რადგან ზოგი სიყვარულის მოსაპოვებლად მრავალი იბრძოდა, ზოგისა კი არავინ. ბუნებრივია რომ დაიქვემდებარა რა შიმშილი. ერთიანმა სახელმწიფომ წამოიწყო ბრძოლა ქვეყნის სხვა ბრძანებლის სიყვარულის წინააღმდეგ. საბოლოოდ ეს სტიქიაც დამარცხდა, ესე იგი ორგანიზებული, მათემატიზირებული და დაახლოებით 3000 წლის წინათ გამოცხადდა ჩვენი ისტორიული ლექს სექსუალის. ყოველ ნომერს აქვს უფლება ყველა ნომერზე, როგორც სექსუალურ პროდუქტზე. მერე უკვე ტექნიკური საკითხია. დაწვრილებით გამოკვლევას გიტარებენ სექსუალური ბიუროს ლაბორატორიებში. ზუსტად განსაზღვრავენ სისხლში სქესობრივი ჰორმონების შემცველობას და გამოიმუშავებენ თქვენთვის სექსუალური დღეების შესაბამის ტაბელს. შემდეგ თქვენ განაცხადებთ, რომ თქვენ დღეებში გსურთ ისარგებლოთ ამა და ამ ნომრით და იღებთ კუთვნილ ბარათების წიგნაკს. ეს არის და ეს. ცხადია, შურის საბაბი უკვე აღარანაირი არსებობს. ბედნიერების წილადის მაუწყებელი ნულამდეა დაყვანილი. წილადი შესანიშნავ უსასრულობად გარდაიქმნება და სწორედ ის, რაც ძველთათვის გაუთავებელი სულელური ტრაგედიის წყარო იყო, ჩვენთვის ჰარმონიულ,
ორგანიზმისთვის სასიამოვნო სასარგებლო ფუნქციადაა ქცეული, ისევე როგორც ძილი, ფიზიკური შრომა, საკვების მიღება, დეფეკაცია და სხვა. აქედან ხედავთ, როგორ ასუფთავებს ლოგიკის დიადი ძალა ყველაფერს, რასაც შეეხება. თქვენს რომ შეგეძლოთ, უცნობებო, ამ ღვთაებრივი ძალის შეცნობა. თქვენს რომ შეგეძლოთ ისწავლოთ, როგორ გაყვეთ მას ბოლომდე. უცნაურია, დღეს კაცობრიობის ისტორიის უმაღლეს მწვერვალებზე ვწერდი, აზრის უსუფთავეს მთის აერს ვისუნთქავდი, მაგრამ შიგნით რაღაცნაირად ბურუსია, აბლაბუდა და ჯვარივით რაღაც იქსი. თუ ეს ჩემი თათების ბრალია, იმის ბრალია, რომ ისინი დიდხანს მქონდა თვალწინ, ჩემი თმიანი თათები. არ მიყვარს მათზე ლაპარაკი, არ მიყვარს ისინი. ეს ველური ეპოქის კვალია. ნუ თუ ჩემში მართლაც ამ ყველაფრის წაშლა მინდოდა, იმიტომ რომ ეს კონსპექტის ფარგლებიდან გადის. მაგრამ მერე გადავწყვიტე, არ წავშლი. დაე ჩემი ჩანაწერები, როგორც დახვეწილი სეისმოგრაფი, იყოს მრუდის წარმომქმნელი გონების თუნდაც უმნიშვნელო ორჭოფისთვის. განა ასეთი ორჭოფი არ არის ხოლმე წინაპირობა. აი უკვე აბსურდიც. ეს მართლაც უნდა წამეშალა. ყველა სტიქია ჩვენ მიერ კალაპოტშია მოქცეული. კატასტროფა გამორიცხულია და ჩემთვის ახლა სრულებით ცხადია. უცნაური განცდა შიგნით ისევ იმ ჩემი კვადრატული მდგომარეობის ბრალია, რომელზეც დასაწყისში ვლაპარაკობდი და იქსი ჩემში არ არის. ეს შეუძლებელია. უბრალოდ მეშინია, რომ რაღაც იქსი თქვენში დარჩება, უცნობო ჩემო მკითხველებო, მაგრამ ჯერა ზედმეტად მკაცრად არ განსჯით. ჯერა გაიგებთ, რომ ისე მიჭირს წერა, როგორც არც ერთ ავტორს არასდროს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ერთნი თანამედროვეებისთვის წერდნენ, მეორენი მემკვიდრეებისთვის, მაგრამ არავის არასდროს დაუწერია წინაპრებისა, თუ წინაპრების მსგავსი არსებებისთვის. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ჩანაწერი მე-6, კონსპექტი, შემთხვევა, წყეული ცხადი, 24 საათი. ვიმეორებ, ჩემს თავზე ავიღე ვალდებულება, წერო შეუფარავად. ამიტომ როგორი სევდიანიც არ უნდა იყოს, უნდა აუღნიშნო, რომ ცხოვრების გამყარების კრისტალიზაციის პროცესი ჩვენშიც კი არ დასრულებულა. იდეალამდე კიდევ რამდენიმე საფეხურია. იდეალი იქ არის, სადაც უკვე არაფერი ხდება და ჩვენთან, ნურას უკაცრავად, სახელმწიფო გაზეთში დღეს ვკითხულობ, რომ კუბის მოედანზე 2 დღის მერე გაიმართება მართლმსაჯულების დღესასწაული. ალბათ რომელიღაც ნომერმა დიადი სახელმწიფო მანქანის სვლა დაარღვია. ისევ მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი, წინასწარ გამოუცვლელი და გარდა ამისა, ჩემს თავს მოხდა რაღაც. მართალია, ეს პირადი საათის დროს მოხდა, ანუ იმ დროის განმავლობაში, რომელიც სპეციალურად გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მაინც დაახლოებით 4 საათზე სახლში ვიყავი. უცბად ტელეფონი რეკავს. D503 ხართ? ქალის ხმა. დიახ. თავისუფალი ხართ? დიახ. მე ვარ 1320. ახლა შემოგიფრენდა ძველებურ სახლში გავემგზავრებით. თანახმა ხართ? ეს ერთი მაღიზიანებს განმიზიდავს, თითქმის მაშინებს, მაგრამ სწორედ ამიტომაც ვთქვი დიახ. 5 წუთის შემდეგ უკვე აეროზე ვიყავით. ცის ლურჯი მაისის მაიოლიკა და მსუბუქი მზე თავის ოქროს აეროზე ზუზუნებს ჩვენ კვალდაკვალ. არ გვისწრებს და არც ჩამოგრჩება, მაგრამ იქ წინ თეთრად ქათქათებს ღრუბელი. სულელური, პუტკუნა, როგორც ძველებური კუპიდონის ლოყები. ეს ისეთი ხელის შემშლელია. წინა სარკმელი ღიაა. ქარი ტუჩები შრება. მათ უნებურად
გაუთავებლად ილოკავ და გაუთავებლად ფიქრობ ტუჩებზე. აი, უკვე შორიდან მოსჩანს დაბინდულ მწვანე ლაქები იქ, კედლის იქით. მერე მსუბუქი, უნებური გარინდება ქვევით, როგორც ციცაბო კლდიდან და ძველებურ სახლთან აღმოჩნდებით. მთელი ეს უცნაური მყიფე ბრმა ნაგებობა მინის ქერქითაა გარშემორტყმული. სხვაგვარად ის, რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა. მიწის კარებთან ბებრუხანა სულ ნაოჭებში განსაკუთრებით პირი. ტუჩები უკვე რაღაცნაირად შიგნით ნაკეცებშია ჩაფლული და თითქოს წარმოუდგენელია მისი ალაპარაკება, მაგრამ მაინც ალაპარაკდა. რაო ძვირფასებო, ჩემი სახლის სანახავად მოხვედით? ნაოჭები გაბრწყინდნენ. ჰო ბებო, ისევ მოგვინდა, უთხრა ერთმა. ნაოჭები ბრწყინავდნენ. რა მზეა? რაო? რა ცელქი ხარ, რა ცელქი. კარგი, ჰო, მარტონი წადით, მე აქ მზეზე მირჩევნია. როგორც ჩანს, ჩემი მეგზური აქაურობის ხშირი სტუმარია. მინდა რაღაც ჩამოვიბერტყო. მიშლის, როგორც ჩანს, ისევ ის მოუშორებელი ხედვითი სურათ ხატი, ღრუბელი გლუვ ლურჯ მაიოლიკაზე. ფართო ბნელ კიბეზე ასვლისას ერთმა თქვა, მიყვარს ეს მოხუცი. რისთვის? არ ვიცი, შეიძლება მისი პირისთვის და შეიძლება არც არაფრისთვის. ისე უბრალოდ. ხრები ავიჩეჩე. ერთი განაგრძობდა, ოდნავ მოღიმარე. ან შეიძლება სულაც არ იღიმოდა. ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ცხადია, რომ სიყვარული უნდა იყოს არა ისე უბრალოდ, არამედ სიყვარული უნდა იყოს ამიტომ და ამიტომ. ყველა სტიქია უნდა არსებობდეს. ცხადია, დავიწყე მე. მაშინათვე დავიჭირე ჩემი თავი ამ სიტყვაზე და მალვით შევხედე ერთს. შეამჩნია თუ არა, არ ვიცი. სადღაც ქვევით იყურებოდა. თვალები ფარდებივით ჰქონდა დაშვებული. გამახსენდა საღამოს დაახლოებით 22-ზე. მიდიხარ პროსპექტზე და მკვეთრად განათებულ გამჭვირვალე უჯრედებს შორის. მუქი დაშვებული ფარდები და იქ ფარდებს მიღმა. რა აქვს ამ ფარდებს მიღმა? რატომ დამირეკა დღეს და რისთვისაა ეს ყველაფერი? გავაღე მძიმე ჭრიალა, გაუმჭვირვალე კარი და მოკუფრულ, მოუწესრიგებელ ნაგებობაში ვართ. სწორედ ის, უცნაური სამეფო, მუსიკალური ინსტრუმენტი და ველური, არაორგანიზებული, გიჟური, როგორც მაშინდელი მუსიკა, ფორმებისა და ფერების სიჭახჭახე. ზევით თეთრი სიბრტყე, მუქი ლურჯი კედლები, ძველი წიგნების წითელი მწვანე სტაფილოსფერი ყდები, ყვითელი ბრინჯაო, ჭაღები, ბუდას ქანდაკება, ეპილეფსიით დამანჭული, ვერანაირ განტოლებაში ვერ დატეული ავეჯის ხაზები. ძლივს ვიტანდი ამ ქაოსს, მაგრამ ჩემს მეგზურს, როგორც ჩანს, უფრო ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი. უცებ თითქოს ახლა გაახსენდა, ყბენა ღიმილი, თეთრი ბასრი კბილები, უფრო სწორად, ყველაზე სულელური მათ ბინებს შორის. ან კიდევ უფრო სწორად, სახელმწიფოებს შორის შეუსწორე მე, ათასობით მიკროსკოპულ, გამუდმებით მეომარ, დაუნდობელ, როგორც ჰო. ცხადია, აშკარად ძალიან სერიოზულად თქვა ერთმა. გავიარეთ ოთახი, სადაც პატარა საბავშვო საწოლები იდგა და ისევ ოთახები, სარკეების ლიცლიცი, მოღუშული კარადები, აუტანლად ჭახჭახა ტახტები, უზარმაზარი ბუხარი, დიდი წითელი ხის საწოლი. ჩვენს მშვენიერ გამჭვირვალე მარად მინას აქ სარმკლების მხოლოდ საცოდავი, ყიფე პატარა კვადრატების სახე ჰქონდა. დაფიქრდი, აქ ისე უბრალოდ უყვარდათ, იწვოდნენ, იტანჯებოდნენ. ადამიანის ენერგიის როგორი ფუჭი, წინ დაუხედავი ხარჯვაა. არა, რაღაცნაირად შემგან ლაპარაკობდა, თითქოს ჩემს აზრებს ამბობდა, მაგრამ ღიმილში გაუთავებლად ის რაღაც გამაღიზიანებელი იქსი ჰქონდა. იქ
ფარდებს მიღმა, მასში რაღაც ისეთი ხდებოდა, არ ვიცი რა, რასაც წყობიდან გამოვყავდი. მასთან კამათი მინდოდა. მეყვირა მინდოდა მისთვის. სწორედაც რომ, მაგრამ მიწევდა დავთანხმებოდი. არ დათანხმება არ შეიძლებოდა. აი, გავჩერდით სარკის წინ. ამ დროს მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი. იდეა მომივიდა. ადამიანი ხომ ისევე ველურად არის მოწყობილი, როგორც ეს სულელური ბინები. ადამიანების თავები გაუმჭვირვალეა და შიგნით მხოლოდ პაწაწინა სარკმლები, თვალებია. თითქოს გამოიცნო, მოტრიალდა. აჰა, აი, ჩემი თვალებიც, აბა, ეს რა თქმა უნდა, უსიტყვოდ. ჩემ წინ ორი საშინლად ბნელი სარკმელია და შიგნით ისეთი უცნობი ჩემთვის უცხო ცხოვრება. მხოლოდ ცეცხლს ვხედავდი, იქ რაღაც თავისი ბუხარი გიზგიზებს და რაღაც ფიგურებს, რომლებიც გაუდნენ. ეს ცხადია, ბუნებრივია. იქ ჩემი ანა რეკლი დავინახე, მაგრამ არა ბუნებრივი იყო და არ მგავდა. თავი აშკარად ხაფანგში ვიგრძენი. ამ ველურ გალიაში, ძველი ცხოვრების ამ ველური ორომტრიალის ტყვედ. იცით რა? თქვა ერთმა. ერთი წუთით გადით, გვერდით ოთახში. მისი ხმა შიგნიდან, თვალების ბნელი სარკმლებიდან ისმოდა. იქიდან, სადაც ბუხარი გიზგიზებდა. გავედი, დავჯექი. კედლის თაროდან პირდაპირ სახეში ოდნავ შესამჩნევად ვიღაც ძველი პოეტის, მგონი პუშკინის, ცხვირპაჭუა, ასიმეტრიული ფიზიონომია მეღიმოდა. რას ვზივარ და მორჩილად ვიტან ამ ღიმელს და რისთვისაა ეს ყველაფერი, რატომ ვარ აქ, რისთვისაა ეს სულელური მდგომარეობა, ეს გამაღიზიანებელი, განმზიდველი ქალი, უცნაური თამაში. იქით კარადის კარი დაბრახუნდა, აბრეშუმი შაშუნობდა. ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არ შევსულიყავი და ზუსტად არ მახსოვს. ნამდვილად მინდოდა მისთვის ბევრი უხეში რამ მეთქვა, მაგრამ უკვე გამოვიდა. მოკლე, ძველებური ღია ფერის ყვითელი კაბა ეცვა, შავი ჩულქები, შავი ქუდი ეხურა. კაბა მსუბუქი აბრეშუმისა იყო, ცხადი იყო, ჩულქები ძალიან გრძელი, მუხლებზე გაცილებით მაღლა იყო და ეს მოღეღილი კისერი, ჩრდილი. მომისმინეთ, აშკარად ცდილობთ ორიგინალური იყოთ, მაგრამ ნუ თუ თქვენ. გასაგებია, შემაწყვეტინა ერთმა. ორიგინალური იყო ნიშნავს, როგორღაც სხვებისგან გამოირჩეოდე. შესაბამისად, იყო ორიგინალური თანასწორობის დარღვევაა. და რაც ძველების იდიოტურ ენაზე ნიშნავდა, იყო ბანალური. ჩვენთან მხოლოდ საკუთარი მოვალეობის შესრულებას ნიშნავს. იმიტომ რომ დიახ, სწორედაც რომ ვერ მოვითმინე და არ არის საჭირო. ცხვირპაჭუა პოეტის ქანდაკებას მიუახლოვდა. იქ შიგნით, თავისი სარკმლების მიღმა, თვალების ველურ ცეცხლზე ფარდები დაუშვა და ამჯერად მგონი, სრულებით სერიოზულად, თქვა ძალიან გონივრული რამ. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ოდესღაც ადამიანები აი ასეთებს იტანდნენ. და არა მხოლოდ იტანდნენ, არამედ ეთაყვანებოდნენ. როგორი მონური სულია, არა? ცხადია, თუმცა მე მინდოდა, ეს წყეული ცხადია, ხო, მესმის, მაგრამ სინამდვილეში ესენი უფრო ძლიერნი იყვნენ, ვიდრე მათი კერპები. რატომ არ გაუკეთეს მათ იზოლირება? რატომ არ გაანადგურეს? ჩვენთან. დიახ, ჩვენთან. დავიწყე მე და უეცრად ერთმა გაიცინა. თითქოს თვალებით ვხედავდი ამ სიცილს, სიცილის ჟღერად, მკვეთრ, წყეპლასავით მოქნილ, მკვრივ მრუდს. მახსოვს, სულ კანკალებდი, აი, ვსტაცებ ხელს და არ მახსოვს რა, სულ ერთია რა, მაგრამ რაღაც უნდა გამეკეთებინა. მექანიკურად გავხსენი ჩემი ოქროს ბალთა, საათს დავხედე. 17 საკლია 10. არ ფიქრობთ, რომ უკვე დროა. შეძლების დაგვარად თავაზიანად ვთქვი, და მე რომ აქ, ჩემთან დარჩენა გთხოვოთ? მომისმინეთ თქვენ, აცნობიერებთ, რას ამბობთ? ვალდებული ვარ 10 წუთში აუდიტორიუმში ვიყო.
და ყველა ნომერი ვალდებულია გაიაროს ხელოვნებისა და მეცნიერების დადგენილი კურსი. ჩემი ხმით თქვა ერთმა, მერე ფარდები ასწია, ზევით ამოიხედა, ბნელ სარკმლებს მიღმა ბუხარი გიზგიზებდა. სამედიცინო ბიუროში ერთი ექიმი მყავს, ჩემზეა ჩაწერილი და თუ ვთხოვთ ცნობას მოგცემთ, რომ ავად იყავით. აბა, გავიგე, როგორც იქნა გავიგე, საითაც მივყავდი ამ თამაშს. აი თურმე რა, იცით თუ არა თქვენ, რომ როგორც ყველა პატიოსანი ნომერი წესით დაუყოვნებლივ უნდა წავიდე მფარველთა ბიუროში და უწესოდ? საშინლად მაინტერესებს, წახვალ თუ არა ბიუროში. რჩებით? კარი სახელურს მოვეჭიდე. სახელური სპილენძის იყო და მესმოდა, რომ ასეთივე სპილენძის იყო ჩემი ხმა. ერთი წუთით, შეიძლება? ტელეფონთან მივიდა. რაღაც ნომერი დაასახელა, იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ ვერ დავიმახსოვრე და დაიყვირა. ძველებურ სახლში დაგელოდებით. დიახ, მარტო. სპილენძის ცივი სახელური მოვატრიალე. შეიძლება აერო ავიყვანო? რა თქმა უნდა, ინებეთ. იქ გასასვლელთან მცენარესავით თვლემდა ბებრუხანა. კვლავაც გასაოცარი ჩანდა, რომ მისი ნაოჭებში ჩაფლული პირი გაიღო და ალაპარაკდა. და ის თქვენი, მარტო დარჩა იქ? მარტო. ბებრუხანას პირი ისევ ნაოჭებში ჩაეფლო. თავი გაიქნია. როგორც ჩანს, მისი უკვე მისუსტებული ტვინიც ხვდებოდა ამ ქალის სულელურ და სარისკო საქციელს. ზუსტად 5-ზე ლექციაზე ვიყავი და იქ რატომღაც უცებ მივხვდი, რომ ბებრუხანასთან ვიცრუე. ერთი ახლა იქ მარტო არ იყო. შეიძლება სწორედ ის, რომ ბებრუხანა უნებურად მოვატყვე, არ მაძლევდა მოსვენებას და ხელს მიშლიდა მოსმენაში. დიახ, მარტო არ იყო, აი, რაშია საქმე. 9-ის ნახევრის შემდეგ თავისუფალი საათი მქონდა. დღესვე შეიძლებოდა მფარველთა ბიუროში მისვლა და განცხადების გაკეთება, მაგრამ ამ სულელური ისტორიის შემდეგ ძალიან დავიღალე. გარდა ამისა, განცხადების ვადა წესით 2 დღე ღამეა. ხვალაც მოვასწრებ, კიდევ სრული 24 საათია წინ. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ჩანაწერი მე-7, კონსპექტი, წამწამის ღერი, ტეილორი, ლენსოფა და შროშანა. ღამე, მწვანე, ნარინჯისფერი, ლურჯი, წითელი სამეფო ინსტრუმენტი, ფორთოხალივით ყვითელი კაბა. შემდეგ სპილენძის ბუდა, უცებ ასწია სპილენძის ქუთდოები, წამოვიდა წვენი ბუდადან და ყვითელი კაბიდანაც წვენი და სარკეზეც წვენის წვეთები და სველდება დიდი საწოლი, საბავშვო საწოლებიც და ახლა მეც და რაღაცნაირად მომაკვდინებელი ტკბილი კოშმარი. გავიღვიძე, ზომიერი, მოლურჯო შუქი, ბრწყინავს კედლების მინის ავარძლები, მაგიდა. ამან დამამშვიდა, გულისცემა დამშვიდდა, წვენი, ბუდა. რა აბსურდია, ცხადია, ავად ვარ. ადრე არასდროს ვხედავდი სიზმრებს. ამბობენ, ძველებისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური რამ იყო. სიზმრების ნახვა. ჰო, მთელი მათი ცხოვრებაც ხომ ასეთი საშინელი კარუსელი იყო. მწვანე, ნარინჯისფერი, ბუდა, წვენი. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ სიზმრები სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა და მეც ვიცი. აქამდე ჩემი ტვინი ქრონომეტრულად თანაბარი, ბრწყინვალე იყო. მექანიზმის ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. ხოლო ახლა, დიახ, ახლა სწორედ ასეა. იქ ტვინში რაღაც უცხო სხეულს ვგრძნობ, როგორც წამწამის უთხელეს ღერს თვალში. მთელ შენ თავს გრძნობ. ხოლო აი, ეს თვალით მის ღერით შეუძლებელია ერთი წამიც კი არ იფიქრო მასზე. ხნე, ბროლის ზარი თავთან. 7-ია, აუდგე. მარჯვნივ და მარცხნივ, მინის კედლებს მიღმა, თითქოს საკუთარ თავს ვხედავ, ჩემს ოთახს, ჩემს ტანისამოს, ჩემს მოძრაობებს, 1000 გზის გადამრავლებულს.
ეს ამხნევებს შენ თავს უზარმაზარის, ძლიერის, ერთიანის ნაწილად ხედავ და სილამაზე ასეთი სიზუსტით, არც ერთი ზედმეტი ჟესტი, ბრუნი. დიახ, ეს ტეილორი უსათუოდ ყველაზე გენიალური იყო ძველებიდან. მართალია ის ვერ მოიფიქრა, რომ თავისი მეთოდი მთელ ცხოვრებაზე, ყოველ ნაბიჯზე, მთელი დღე-ღამით განევრცო. ვერ შეძლო ეინტეგრა თავისი სისტემები 1-დან 24 საათამდე, მაგრამ მაინც როგორ შეეძლოთ მთელი ბიბლიოთეკები დაეწერათ ვიღაც კანზე და თითქმის ვერ შეემჩნია ტეილორი, ეს წინასწარმეტყველი, რომელმაც 10 საუკუნით წინ გახედვა შეძლო. საუზმე დასრულებულია, მწკრივი იმღერებს ერთიანი სახელმწიფოს ჰიმნს, მწკრივი 4-4 ლიფტებისკენ, ძრავების სუსტი ზუზუნი და სწრაფად ქვევით მსუბუქი სულ განაბულობა. აქ უცებ ისევ ეს სულელური სიზმარი ან სიზმრით გამოწვეული ბუნდოვანი ფუნქცია. აჰო, გუშინაც აეროთი, ქვევით დაშვება, თუმცა ეს ყველაფერი დასრულებულია. წერტილი ძალიანაც კარგი, რომ მასთან ასეთი მტკიცე და უხეში ვიყავი. მიწისქვეშა გზის ვაგონით მივქროდი იქით, სადაც სტაპელზე, მზეზე ჯერ კიდევ უძრავი, ცეცხლით ჯერ კიდევ არ შთაგონებული ინტეგრალის მოხდენილი სხეული ბზინავდა. თვალდახუჭული ფორმულებით ვოცნებობდი, გონებაში კიდევ ერთხელ ვთვლიდი, რა საწყისი სიჩქარეა საჭირო ინტეგრალის მიწიდან მოსაწყვეტად. წამის ყოველი ატომი ინტეგრალის მასა იცვლება. განტოლება ძალიან რთული გამოდიოდა ტრანსცენდენტული სიდიდეებით, როგორც სიზმარში, აქ მყარ ციფრულ სამყაროში ვიღაც ჩემ გვერდით დაჯდა, ვიღაცამ მსუბუქად მიბიძგა, მაპატიეთ თქვა. თვალები გავახილე და პირველად რაღაც მიზანსწრაფულად მიმართული სივრცეში თავი ის მიხქრის, რადგან გვერდებზე გამოჩრილი ვარდისფერი ფრთები ყურებია. შემდეგ ჩამოწოლილი კეფის მრუდი, მოხრილი ზურგი, ორმაგად გაღუნული ასო ეს. ჩემი ალგებრული სამყაროს მინის კედლებს მიღმა ისევ წამწამის ღერი, რაღაც უსიამოვნო რაღაც დღეს მე უნდა. არაფერია, მობრძანდით, მეზობელს გავუღიმე, თავი დავუკარი, მის ბალთაზე გაიელვა, ეს 47-11. გასაგებია, პირველივე წუთიდან რატომ იყო ასო ესთან დაკავშირებული, ეს ცნობიერებით დაურეგისტრირებელი მხედველობითი შთაბეჭდილება იყო. გაიელვეს თვალებმა 2 ბასრი ბურღი, სწრაფი ბრუნვით, სულ უფრო და უფრო ღრმად იხრახნებოდა ჩემში და აი ახლა თლად ფსკერამდე ჩაიხრახნება, დაინახავს, რასაც მე თვითონ ჩემს თავს. უეცრად წამწამის ღერი ჩემთვის სრულებით ნათელი გახდა. ერთ-ერთი მათგანი, ფარველთაგანი და ყველაზე მარტივია, ახლავე, გადაუდებლად ვუთხრა ყველაფერი. იცით, გუშინ ძველებურ სახლში ვიყავი. ხმა მაქვს უცნაური, ჩახრინწული, გლუვი, ჩახველებას შევეცადე. შვენიერია, ეს ერთობ სასარგებლო დასკვნებისთვის იძლევა მასალას, მაგრამ გესმით, მარტო არ ვიყავი. ნომერ 1-320 ვახდი და 1-320. მეხარია, ძალიან საინტერესო, ნიჭიერი ქალია, ბევრი დამფასებელი ყავს. მაგრამ ის თვითონაც ხომ მაშინ სეირნობისას და იქნებ ჩაწერილიც კი ამაზე. არა, მასთან ამაზე არ შეიძლება, წარმოუდგენელია. ცხადია, დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან, სულ უფრო ფართოდ ვიღიმოდი, უფრო სულელურად და ვგრძნობდი, ამ ღიმილის წყალობით შიშველი ვარ, ბრიყვი. ბურღებმა ჩემში ფსკერს მიაღწიეს. შემდეგ სწრაფი ბრუნვით ისე თვალებში ჩაიხრახნენ. ესმა რავლის მთქმელად გაიღიმა. თავი დამიკრა, გაცრა გასასვლელისკენ. გაზეთი ავიფარე და მალე დამავიწყდა წამწამის ხერი. ბურღები, ყველაფერი. ისე ამაღელვა წაკითხულმა, ერთი მოკლე სტრიქონი, სარწმუნო ცნობებით. ისევ აღმოჩენილია
კვალი აქამდე მოუხელთებელი ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად სახელმწიფოს კეთილის მყოფელი უღლისგან გათავისუფლებას ისახავს. გათავისუფლებას გასაოცარია, რამდენად სიცოცხლის უნარიანია ადამიანთა მოდგმაში დამნაშავეობრივი ინსტინქტები. ცნობიერად ვამბობ, დამნაშავეობრივი. თავისუფლება და დანაშაული ისევე მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც აეროს მოძრაობა და მისი სიჩქარე. აეროს სიჩქარე უდრის ნულს და ის არ იცვლის. ადამიანის თავისუფლება უდრის ნულს და ის დანაშაულს არ სჩადის. ცხადია, ადამიანის დანაშაულის თავიდან აცილების ერთადერთი გზა თავისუფლების თავიდან აცილებაა. და რა წამს ეს ავიცილეთ თავიდან? საუკუნის კოსმიურ მასშტაბში. ეს რა თქმა უნდა, რა წამს ნიშნავს? მაშინვე ვიღაც საცოდავი უტვინოები. არა, გაუგებარია. გუშინვე დაუყოვნებლივ, რატომ არ მივაშურე მფარველთა ბიუროს? დღეს 4-ის მერე ყოველ მიზეს გარეშე მივდივარ. 4-ის 10-ზე გამოვედი. მაშინვე კუთხეში დავინახე. ამ შეხვედრით სუნთლად ვარდისბრად აღფრთოვანებული. მას უბრალო მრგვალი ტვინი აქვს. დროულია, გამიგებს და მხარს დამიჭერს. თუმცა არა, სულ არ მჭირდებოდა მხარდაჭერა. ჩემი გადაწყვეტილება ურყევი იყო. მუსიკალური ქარხნის საყვირები მწყობრად აგუგუნებდნენ მარშს. ისევ იმ ყოველდღიურ მარშს. როგორი ამოუხსნელი მომხიბლაობაა ამ ყოველდღიურობაში, გამეორებადობაში, სარკისებურებაში, ხელზე მომეჭიდა. სეირნობა, მრგვალი ლურჯი თვალები ჩემთვის ბოლომდე ღიაა. ლურჯი სარმკლები, შიგნით შევდივარ, არანაირი დაბრკოლება, შიგნით არაფერი, არაფერი უცხო, არასაჭირო. არა, სეირნობა არა, მე უნდა ვუთხარი, სადაც უნდა წავიდე და ჩემზე გასაოცრად დავინახე პირის ვარდისფერი წრე, ვარდისფერ ნახევარმთვარედ გადაიქცა. რქებით, ქვევით როგორც სიმჟავისას ავფეთქდი. თქვენ, ქალი ნომრები, მგონი განუკურნებელი ცრურწმენებით ხართ დაავადებულნი. სრულებით არ გაქვთ აბსტრაქტულად აზროვნების უნარი. მაპატიეთ, მაგრამ ეს უბრალოდ უტვინობაა. წადით ჯაშუშებთან. ფუ, მე კიდევ თქვენთვის ბოტანიკურ მუზეუმში შროშანას ტოტი ვიშოვე. რატომ მე კიდევ, რატომ ეს კიდევ? ნამდვილი ქალური ამბავია გაბრაზებულმა. ვაღიარებ, გამოვტაცეს შროშანები, აი თქვენი შროშანა. უსუნეთ, კარგია, ხომ? სულ მცირე ლოგიკა მაინც იქონიეთ. შროშანას კარგი სუნი აქვს, მაგრამ თქვენ ხომ არ შეგიძლიათ იმსჯელოთ სუნზე, როგორც ცნებაზე, თქვათ სუნი კარგია, თუ ცუდი. ხომ არ შეგიძლიათ? არსებობს შროშანის სუნი და არსებობს ლენცოფის, ორივე სუნია. იყვნენ ჯაშუშები ძველ სახელმწიფოში და არიან ჯაშუშები ჩვენთან. დიახ, ჯაშუშები. სიტყვების არ მეშინია, მაგრამ ხომ ცხადია, იქაური ჯაშუში ლენცოფაა, აქაური ჯაშუში შროშანა. დიახ, შროშანა, დიახ. ვარდისფერი ნახევარმთვარე ცახცახებდა. ახლა მესმის, ეს მხოლოდ მომეჩვენა, მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიცინებს და უფრო ხმამაღლა აუყვერდი. დიახ, შროშანა, და არაფერია სასაცილო. არაფერია სასაცილო. თავების მრგვალი გლუვი ბურთები მიცურავდნენ და ტრიალდებოდნენ. ნულმა ალერსიანად აიღო ჩემი ხელი. რაღაცნაირი ხართ დღეს, ავად ხომ არ ხართ? სიზმარი, ყვითელი, ბუდა, მაშინვე ნათელი გახდა ჩემთვის. სამედიცინო ბიუროში უნდა წავიდე. მართლაც, მე ხომ ავად ვარ, ძალიან გახარებულმა ვთქვი. მაშინ ახლავე ექიმთან უნდა წახვიდეთ. ხომ გესმით, ვალდებული ხართ, ჯანმრთელი იყოთ, სასაცილოა თქვენთვის ამის მტკიცება. ნული ძვირფასო, რაღა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით, აბსოლუტურად მართალი. მფარველთა ბიუროში არ წავედი. სხვა საქმე არ მქონდა, მომიწია სამედიცინო ბიუროში წასვლა. იქ 5 საათამდე
გამაჩერეს, ხოლო საღამოს ჩემთან მოვიდა, ფარდები დაშვებული არ იყო. ამოცანებს ვხსნიდით, ძველებური ამოცანების კრებულიდან. ეს წმენს და ამშვიდებს ფიქრებს. 0.90 რვეულზე თავდახრილი იჯდა. თავი მარცხენა მხრისკენ ჰქონდა დახრილი და მოწადინებისგან ენით მარცხენა ლოყას აწვებოდა. ეს ისეთი ბავშვური და მომხიბლავი იყო. და აი, ჩემში ყველაფერი კარგადაა. ზუსტად, მარტივად. წავიდა, მარტო ვარ. ორჯერ ღრმად ამოვისუნთქე. ძილიწინ ძალიან სასარგებლოა. უეცრად რაღაც გაუთვალისწინებელი სუნი და რაღაც ისეთ ძალიან უსიამოვნოზე. მალე ვიპოვე ჩემს ლოგინში შოშანა სტოდიიდო. მაშინვე ყველაფერი აირია. ფსკერიდან ამოტივტივდა. არა, ეს უბრალოდ უტაქტობა იყო მისი მხრიდან. შოშანების შემოჩეჩება. ხო, არ წავედი, მაგრამ ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ ავად ვარ. წიგნი არის დასპიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ჩანაწერი მერვე, კონსპექტი, ირაციონალური ფესვი, რე-13, სამკუთხედი. როგორც ადრე სკოლის წლებში, როდესაც -1 კვადრატულში დამემართა. ისე ცხადად, გამოკვეთილად მახსოვს. ნათელი მრგვალი დარბაზი. ასობით ბიჭის მრგვალი თავი და პლიაპა, ჩვენი მათემატიკოსი. პლიაპა, შევარქვით, უკვე კარგად გაცვეთილი იყო, მოფამფალებული და როდესაც მორიგე უკნიდან შტეფსელს შეუერთებდა. დინამიკიდან ყოველთვის პლია ისმოდა და მხოლოდ შემდეგ გაკვეთილი. ერთხელ პლიაპამ ირაციონალური რიცხვების შესახებ მოგვეყვა. მახსოვს, ვტიროდი, მუშტებს მაგიდაზე ვაბრახუნებდი და ვყვიროდი, არ მინდა -1 კვადრატულში, მომაშორეთ -1 კვადრატულში. ეს ირაციონალური ფესვი ისე შემეზარდა, როგორც რაღაც უცხო, სხვა ჯიშის საშიში, შიგნიდან ღრნიდა. მისი გააზრება, უნებელყოფა შეუძლებელი გახდათ, იმიტომ რომ ის რაციოს მიღმა იყო. და აი, ახლა ისევ -1 კვადრატულში. ჩემს ჩანაწერებს გადავხედე და ცხადი გახდა. ჩემს თავთან ვეშმაკობდი. ვატყუებდი ჩემს თავს. ოღონდ არ დამენახა -1 კვადრატულში. ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. ავად რომ ვარ და სხვა. შემეძლო მივსულიყავი ერთი კვირის წინ. ვიცი, დაუფიქრებლად მივიდოდი. ახლა რატომ, აი დღესაც, ზუსტად 4:10-ზე, ბრწყინავი, მინის კედლის წინ ვიდექი. ჩემს თავზე ოქროსფერი, მზიანი ასოების სუფთა ელვარება ბიუროს აბრაზე. სიღრმეში მინის მიღმა, იუნიფების გრძელი, მოლურჯო რიგი, როგორც კანდელები ძველებურ ეკლესიაში. მოჩანდა სახეები, ისინი გმირობის ჩასადენად მოვიდნენ. ისინი მოვიდნენ, რომ ერთიანი სახელმწიფოს საკურთხეველთან მსხვერპლად გაიღონ თავისი საყვარელი ადამიანები, მეგობრები, თავიანთი თავი. მე კი მათკენ მიველტვოდი. მათთან არ შემიძლია, ფეხები ღრმად მინის ფილებთანაა მიდუღებული. ვიდექი უაზროდ ვიყურებოდი, განცრევა არ შემეძლო. ჰეი, მათემატიკოსო, ოცნებამ წაგიღო. შევწბი. სიცილით გალაქული თვალები, სქელი ზანგური ტუჩები ჩემკენ იყო მომართული. პოეტი რე-13, ძველი ნაცნობი და მასთან ერთად ვარდისფერი. გაბრაზებული შემოუბრუნდი. ოცნებამ არ წამიღო. თუ მაინც და მაინც ვტკბებოდი, საკმაოდ მკვეთრად მივუგე. რა თქმა უნდა, თქვენ ძვირფასო, მათემატიკოსი კი არა, პოეტი უნდა იყოთ. პოეტი, დიახ, გადმოდით ჩვენკენ, პოეტებში. გინდათ თვალის დახამხამებაში მოგაწყობთ. რე-13 ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობს. სიტყვები ჩანჩქერივით მოშქებს, სქელი ტუჩებიდან შხეფების დის. ყოველი პ შადრევანია, პოეტები შადრევანია. მე ყოველთვის ცოდნას ვემსახურებოდი და მომავალშიც ასე ვაპირებ, კოპები შევკარი.
მე ხუმრობა არ მიყვარს და არ მესმის და ამ რეცამეც ხუმრობის მავნე ჩვევა ახასიათებს. კარგი რა, ცოდნა. ეს თქვენი ცოდნა სხვა არაფერია თუ არა სიმხდალე. კარგი რა, ნამდვილად. თქვენ უბრალოდ გინდათ კედლით შემოსაზღვროთ უსასრულობა და კედლის იქით გახედვის კი გეშინიათ. დიახ, გამოიხედეთ და თვალები მოჭუტეთ. დიახ, კედლები ყოველივე ადამიანური საფუძველია, დავიწყე მე. რემ შადრევანი გადმოაფრქვია, ვარდისფრად მრგვალად იცინოდა. ხელი ჩავიქნიე, იცინეთ, სულ ერთია, ამისთვის არ მცხელოდა. რაიმეთი უნდა ჩამეხშო, რამე უნდა დამეყოლებინა, ამ წყეული -1 კვადრატულისთვის. იცით რა? შევთავაზე წამოდით, ჩემთან დავსხდეთ, ამოცანები ამოხსნათ. ნულმა რეს გადახედა, მე ნათლად მრგვალად შემომხედა. ლოყები ნაზ, ჩვენი ბარათისფრად ამაღელვებლად შეეფაკლა. მაგრამ მე დღეს მასთან მაქვს ბარათი, თავით მიუთითა, რესკენ და საღამოს კი არ სალია, ასე რომ სველი, ლაქივი ტუჩები გულუბრყვილოდ დაწყლაპუნდნენ. მერე რა, ჩვენ ნახევარი საათიც გვეყოფა, ასე არ არის ნულ. თქვენი ამოცანების მოყვარული მე არ ვარ და ისე უბრალოდ წავიდეთ ჩემთან. მეშინოდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, უფრო სწორად ამ ახალ ჩემთვის უცნობ საკუთარ თავთან, რომელსაც უცნაური შემთხვევითობის ძალით ჰქონდა ჩემი ნომერი D503. ამიტომ წავედი რესთან. მართალია ზუსტი რიტმული არ არის, რაღაც უკუღმართი სასაცილო ლოგიკა აქვს, მაგრამ მაინც ამხანაგები ვართ. ამ 3 წლის წინ ტყუილად ხომ არ ავირჩიეთ ორივე მე საყვარელი ვარდისფერი. ამან რაღაცნაირად უფრო მჭიდროდ დაგვაკავშირა, ვიდრე სკოლის წლებმა. მერე რის ოთახში? თითქოს ყველაფერი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩემთან. შულის ფიცარი, სავარძლების მინა, მაგიდები, კარადები, საწოლები. მაგრამ როგორც კი შევედი, მივწიე ერთი სავარძელი. მეორე სიბრტყეებმა გადაინაცვლა, ყველაფერი გავიდა დადგენილი გაბარიტიდან. არა ევკლიდური გახდა. რე იგივეა, ისევ იგივე. ტეილორსა და მათემატიკაში ყოველთვის მოჩანჩალებდა. ბებერი პლიაპა გავიხსენეთ. ბიჭობაში მის მინის ფეხებს სამადლობელი ბარათებით რომ დავფარავდით ხოლმე. გავიხსენეთ ჯულის მასწავლებელი. ჯულის მასწავლებელი ძალიან როხროხა ყავდა. ხმის გამაძლიერებლიდან პირდაპირ ქარივით უბერავდა მისი ხმა. ჩვენ კი ბავშვები, მთელ ხმაზე ვიმეორებდით მის ტექსტს. ერთხელ სასოწარკვეთილმა რეცამეტმა ხმის გამაძლიერებელში ნაღეჭი ქაღალდი ჩაუტენა. ტექსტს ქაღალდის გასროლა მოყვა. რე რა თქმა უნდა დაისაჯა. რაც მან გააკეთა, ცუდი საქციელი იყო, მაგრამ ახლა ვხარხარებდით მთელი ჩვენი სამკუთხედი და ვაღიარებ მეც. და სულიერი რომ ყოფილიყო, როგორც ძველებთან. წარმოიდგინეთ სქელი, მოწყლაპუნე ტუჩების შადრევანი. მზე ჭერის კედლების მიღმა, მზე ზევიდან, გვერდებიდან, ქვევიდან არეკლელი. რეცამეტის კალთაში მზის პაწაწინა წვეთები მის ცისფერ თვალებში. რაღაცნაირად მივთბი, გავერიდე, -1 კვადრატულში ჩაიხშო, გაინაბა. და როგორ არის თქვენი ინტეგრალის საქმე? მალე გაუფრინდებით პლანეტის მაცხოვრებლების გასანათლებლად? იჩქარეთ, თორემ ჩვენ პოეტები იმდენს დაგიწერთ, თქვენი ინტეგრალიც კი ვერ მოერევა. ყოველდღე 8-დან 11-მდე. რემ თავი გაიქნია, კეფა მოიფხანა. კეფა აქვს რაღაც 4 კუთხედი, უკნიდან მიმაგრებული პატარა ჩემოდანივით. გამოვცოცხლდი. თქვენს წერთ ინტეგრალისთვის? აბა, მითხარით რაზე? აი თუნდაც დღეს არაფერზე. სხვა რამით ვიყავი დაკავებული. პირდაპირ სახეში მომასკდა. რა სხვა რამით? კოპები შევკარი. რითი და დუგნებავთ განაჩენით. განაჩენის პოეტიზირებით. ერთი იდიოტი, ჩვენივე პოეტებიდან, 2 წელი გვერდით მეჭდა. თითქოს არაფერი და უცებ ბატონო, მე გენიოსი,
გენიოსი კანონზე უზენაესი და ისეთი რამეები მოროშა, რაც არის. სქელით უჩები ეკიდა. თვალებში ლაქი, რეცამეტი წამოხდა, შეტრიალდა, რაღაცას კედლის მიღმა მიაშტერდა. ვუყურებდი მის მაგრად ჩაკეტილ პატარა ჩემოდანს და ვფიქრობდი, ნეტაუ რას ეძებს ახლა იქ, იმ თავის პატარა ჩემოდანში. უხერხული ასიმეტრიული დუმელის წუთი. არ მესმოდა რაშია საქმე, მაგრამ რაღაცაში იყო. საბედნიეროდ, ყველანაირი შექსპირებისა და დოსტოევსკების თუ როგორც ქვიათ, დრო გავიდა. განგებ, ხმამაღლა ვთქვი მე, სახით მოვტრიალდი, სიტყვები კვლავ შხეფებივით მოდიოდა მისგან, მაგრამ მომეჩვენა, რომ ხიარული ლაქი მის თვალებში აღარ იყო. დიახ, ძვირფასო მათემატიკოსო, საბედნიეროდ, ჩვენ უბედნიერესი საშუალო არითმეტიკული ვართ. როგორ ამბობენ თქვენთან? ნულიდან უსასრულობამდე, ვაინტეგრიროთ კრეტინიდან შექსპირამდე, აი ასე. არ ვიცი რატომ, თითქოს ეს სრულებით უადგილო იყო. გამახსენდა ის ქალი, მისი ტონი, რაღაც უწვრილესი ძაფი იყო გაბმული მასა და ღს შორის. რომელი ძაფი? ისევ აწრიალდა -1 კვადრატულში. ბალთა გავხსენი. 6-ის 25 წუთია. მათ 45 წუთი რჩებოდათ ვარდისფერ პარადზე. მე წავედი, გადავკოცნე, რეს ხელი ჩამოვართვი, წავედი ლიფტისკენ. პროსპექტზე უკვე მეორე მხარეს გადასულმა, უკან მოვიხედე. სახლის ნათელ, მზით გამშვალულ მინის ბელზე აქა-იქ ჩამოშვებული ფარდების მოლურჯო მონაცრისფრო, გაუმჭვირვალე უჯრედები ჩანდა. ტეილორიზებული ბედნიერების რიტმული უჯრედები. მე-7 სართულზე თვალებით მოუძებნე რე-13-ის უჯრედი. ფარდები უკვე დაშვებული იყო. საყვარელი ღ. მასშიც არის ასევე. არ ვიცი რატომ ასევე, მაგრამ დაეეწეროს როგორც წერია. მასშიც არის ასევე რაღაც, არც თუ გასაგები ჩემთვის. და მაინც მე ის და სამკუთხედი ვართ, თუნდაც არა თანაბარ გვერდებიანი და მაინც სამკუთხედი. ჩვენი წინაპრების ენით რომ ვთქვათ, შესაძლოა თქვენთვის ჩემო პლანეტელო მკითხველებო, ეს ენა უფრო გასაგებია, ჩვენ ოჯახი ვართ. ისეთი კარგია ხანდახან, ცოტა ხნით მაინც დაისვენო, მარტივ მაგარ სამკუთხედში გამოემწყდიო ყველაფერი იმისგან შორს, რაც. პირველი ნაწილის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.